მოუთმენლად ველით საქართველოსთან მუშაობას. ეს არის უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით. პიტერ მადიარმა დაანონსა სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების გაგრძელება საქართველოსთან, თუმცა პრაქტიკულად მიანიშნა და მისი განცხადებებიდან რჩება განცდა, რომ ეს ურთიერთობები არ იქნება პირად სიმპათიებზე დაფუძნებული. პიტერ მადიარის განცხადება იყო საკმაოდ დიპლომატიური, თუმცა მისი განცხადებებიდან შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანოთ, მაგალითად უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის არაპირებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, მაგალითად თუ ვიქტორ ორბანი აქტიურად უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას და მის პარტიას და ერეოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, პიტერ მადიარი მიანიშნებს, რომ ის არაპირებს ჩაერიოს ქართული ოცნების პოლიტიკაში და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში. გარდა ამისა, ვიქტორ ორბანი ასე ვთქვათ, იყო ქართული ოცნების მთავარი ლობისტი ევროკავშირში. ის ხშირად ბლოკავდა ქართული ოცნების წინააღმდეგ დასაწესებელ სანქციებს, თუმცა პიტერ მადიარის ამ განცხადებიდან არ ჩანს, რომ ის აპირებს გააგრძელოს ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკა ქართულ ოცნებასთან მიმართებაში და ასე ვთქვათ, იყოს ქართული ოცნების ლობისტი. თუ ქართული ოცნების და ვიქტორ ორბანის თანამშრომლობა დაფუძნებული იყო პირად სიმპათიებზე, ამ შემთხვევაში პიტერ მადიარის განცხადებებიდან ჩანს, რომ ის აპირებს უფრო სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა დაამყაროს საქართველოსთან, ქართულ ოცნებასთან, იყოს ურთიერთპატივისცემაზე და დიპლომატიაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ეს განცხადებები პიტერ მადიარმა გააკეთა მის საჯარო პირველ პრესკონფერენციაზე. მან დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს და მას კითხვა ერთ-ერთი ქართული მედიის წარმომადგენელმა დაუსვა, სადაც მან თქვა, რომ ის მოუთმენლად ელოდება თბილისში ვიზიტს და ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთანაც. ზოგადად მინდა ვთქვა, ის რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას რომელიმე ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ უნგრეთის ურთიერთობები ტისას მთავრობის დროს გაუარესდება. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ თუ უნგრეთსა და კონკრეტულ ქვეყანას შორის ურთიერთობები ცუდი იყო, ახლა ისინი გაუმჯობესდება. ვფიქრობ, ყოველას ინტერესებშია, რომ შვიდობიანად ვიმუშაოთ ერთად ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების მისაღწევად. ძალიან მოხარული ვიქნები, რომ თქვენთან თბილისსა თუ სხვაგან გესტუმრებით და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას. კიდევ ერთხელ ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და გავლენას არ მოვახდენთ თქვენს ქვეყანაში ან ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნებზე. ეს ჩვენი სტილი არ არის და არ მგონია, რომ ეს ჩვენი საქმე იყოს, არც რომელიმე ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელობის. ყველა იმისთვის არის არჩეული, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყნის ხალხს და დაეხმაროს მათ განვითარებაში. პიტერ მადიარის ტონი მიანიშნებს, რომ ის არაპირებს საქართველოსთან ხიდების დაწვას, თუმცა არც ქართული ოცნების უპირობო მოკავშირე იქნება, ისე როგორც ეს იყო ქართულ ოცნებასა და ვიქტორ ორბანის ფიდეს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების ფარი ევროკავშირში აღარ იქნება უნგრეთი და ქართულ ოცნებას ამ მიმართულებით მოლოდინები უნგრეთის მომავალი მთავრობის მიმართ აღარ უნდა ჰქონდეს. პოლიტოლოგები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახლა შედარებით უფრო დისტანცირებული ურთიერთობა იქნება უნგრეთსა და საქართველოს შორის, რადგან ვიქტორ ორბანის პირობებში ურთიერთობები იყო უფრო ბიძინა ივანიშვილისა და ორბანის პირად ინტერესებზე, პირად სიმპათიებზე, პირად ძმობაზე დაფუძნებული. ახლა კიდევ პიტერ მადიარის საგარეო პოლიტიკა ქართულ ოცნებასთან მიმართებაში უფრო იქნება დიპლომატიური, როგორც მაგალითად ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებს აქვს ქართულ ოცნებასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოში მაგალითად ქვეყნის დემოკრატიული უკუსლა გაგრძელდება და ქართული ოცნება ხშირად ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების კრიტიკის საგანი, დიდი ალბათობით უნგრეთიც დაინტერესებული იქნება საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. დიდი ალბათობით დარჩება როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრე, თუმცა უნგრეთიც ისევე როგორც ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები ყურადღებით დააკვირდება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს, საქართველოს დემოკრატიულ უკუსლას და ამის მიხედვით უკვე ის გააგრძელებს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას.
მადიარის გამარჯვება ორგვარად ართულებს მდგომარეობას ქართული ოცნებისთვის. პირველი ნადგურდება ის ფარი, რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას ევროპულ საბჭოში, რომელიც ბლოკავდა კონსენსუსის მისაღებ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად ევროკავშირი ხდება გაცილებით უფრო ქმედით უნარიანი ქართულ ოცნებასთან მიმართებით. ის პროექტები, რომელიც არის მომგებიანი როგორც საქართველოსთვის, ასევე უნგრეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. პეტრ მადიარმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოსთან არის დაინტერესებული კარგი მეგობრული ურთიერთობით, ხოლო ის პროექტები, რომელიც იყო შექმნილი ქართული ოცნების გასამდიდრებლად, ქართული ოცნების პროპაგანდისთვის და ორბანის მეგობრების კორუფციული სქემებისთვის, რა თქმა უნდა, იმ პროექტების განხილვა მოხდება თავიდან და შესაბამისობა დადგინდება, რამდენად უღირს ევროკავშირს ამ პროექტების განხორციელება. მე არ ველოდები, რომ უნგრეთის მხრიდან კავკასიის მიმართ, იმიტომ რომ მას საკმაოდ კარგი ურთიერთობები მე ვლაპარაკობ ორბანზე ქონდა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთანაც. არ მგონია, რომ აი ეს ვთქვათ ასეთი აქტიური ურთიერთობები ჩვენს რეგიონთან გაგრძელდეს. სულთა პრაგმატული თვალსაზრისით, რატომ? იმიტომ რომ უნგრეთს არ გააჩნია სერიოზული ინვესტიციები ჩვენს რეგიონში და საქართველოში. უნგრეთს არ აქვს რაღაც გეოსტრატეგიული ინტერესები საქართველოს მიმართ. მე არ მგონია, რომ არც საქართველოს მხრიდან იქნება რაღაცა მოძრაობა აი ურთიერთობის გაღრმავების. მე ვთვლი, რომ ორბანთან ერთად აი ეს ვთქვათ აქტიური პოლიტიკური კონტაქტები უნგრეთთან ალბათ არ შეჩერდება, მთლიანად, მაგრამ ინტენსიურობა ძალიან დაიკლება. ქართული ოცნებისთვის ახლა ყველაფერი რთულდება, რადგან ბიძინა ივანიშვილმა დააკარგა, ასე ვთქვათ, ფარი და საყრდენი ევროკავშირში ერთადერთი მოკავშირე ვიქტორ ორბანის მთავრობა, ასე ვთქვათ, ვეტოების პოლიტიკით ცდილობდა, რომ ევროკავშირი საგარეო პოლიტიკა შეეფერხებინა, არა მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოსთანაც მიმართებაში, რადგან ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, როდესაც ევროკომისიამ წარადგინა სანქციების პაკეტი საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ვიქტორ ორბანის მთავრობა აქტიურად ბლოკავდა ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ პოლიტიკის წინააღმდეგ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და ასე ქართული ოცნება ცდილობდა, რომ თავი დაეღწია ევროკავშირის სანქციებს, თუმცა მომავალი მთავრობა, პიტერ მადიარის მთავრობა, დიდი ალბათობით არ გააგრძელებს ვიქტორ ორბანის, ასე ვთქვათ, საგარეო კურსს და ის შეეცდება, რომ შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა საქართველოსთან, თუმცა ეს ურთიერთობები აღარ იქნება უკვე პირად სიმპათიებზე დაფუძნებული. ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება პიტერ მადიარის პირველი საჯარო განცხადებებიდან საქართველოსთან დაკავშირებით.